What? რა? ანუ ეს რა არის? წინა ვიდეოში მქონდა გამოწვევა, რომ $10 გამეტარებინა 24 საათი და მომენახულებინა ის ლოკაციები, რაც თურმე ფურცლის მეორე მხარეს ეწერა. ამის გამო იძულებული დავრჩი, რომ აეროპორტიდან გავსულიყავი და კიდევ რამდენიმე დღე გავჩერებულიყავი სტამბოლში. გამარჯობა, მე ისევ სტამბოლში ვიმყოფები, მაგრამ ნუ იცინი თავიდან. გამარჯობა, მე ისევ სტამბოლში ვიმყოფები, როგორც ხედავთ, Travelistam არ დაამთავრა ამ გამოწვევების მოცემა და მომცეს ამჯერად ის გამოწვევა, რომ ვესტუმრო იმ სანახაობებს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ სტამბოლში. და პირველი ადგილი არის მინიატურკი, სადაც ახლა ვიმყოფები და ჩემს უკან არის ლამაზი აია სოფია. სანამ აია სოფიამდე მივალთ, ეს არის მინიატურკი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია. ღირსშესანიშნაობების სახელების შემოთვლას ნუ დამაწყებინებთ ცალ-ცალკე ძალიან გთხოვთ. მაგრამ ნუ ვისაც აინტერესებს, აქვე მივაწერ მაინც ყოველი შემთხვევისთვის. მოკლედ, თუ არ იცი საიდან დაიწყო სტამბოლში მოგზაურობა, პირველ რიგში მოდი მინიატურკში. დაათვალიერებ და ნახავ არც თუ ისე მინიატურულ მინიატურებს და შენით შეარჩევ სად გირჩევნია წასვლა და რის სინახვა გსურს ყველაზე მეტად. ჩემი ახლა სპონსორია Travelistarისთვის მინდა უღმესი მადლობა გადავხადო მათ და ახლა მოდი დავიწყოთ და ვნახოთ რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდები სტამბოლში. წავედით. Taxi Monument ეს ის არის, სადაც მე პოლიცია გამოვიძახე და ერთი ამბები დამემართა და თუ ჯერ კიდევ არ გინახავ ჩემი ვიდეო, რა სელოდები უყურე, რა მოხდა ხომ და იცოდე. რადგან Travelistas სია საკმაოდ პატარა, აქ დავათვალიერებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც არის სანახავი და რაც შეეხება დანარჩენს, რაც სიაშია, იმას აუცილებლად ვეწოვით. Topkapi Palace, ანუ ეს მეც გამიგია და მეც მსმენი ამ ადგილის შესახებ არის ძალიან ღირსშესანიშნავი ადგილი თურქებისთვის. საინტერესო რა წერია აი ამ საინფორმაციო დაფაზე და უცებ წავეკითხავ და თქვენს გაგეზიარებთ რა. The building of the place has started 1461 წელს დაიწყო მშენებლობა და 1468 წელს დაამთავრეს მშენებლობა Faiz Sultan Odekorner also official გორო. ამაზე ამბობენ, რომ მოკლედ ახლა არის ღია მუზეუმი ხალხისთვის და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ქმნილება. ასე მიიჩნევენ ყოველ შემთხვევაში თურქები. აქ არის სტადიონი ფეხბურთის და აი ბარათს როცა მიადებ, ეთყობა რაღაცა ხდება, ან ხალხი ყვირის, ან თამაში წყებს ვიღაცა უბრალოდ. მე მგონი გაფუჭებულია, იმიტომ რომ შუაში ბალახი დაზიანებულია. მაგრამ ძალიან საინტერესო მაკეტია, ძალიან. ეს არის ხიდი, რომელიც აერთიანებს სტამბოლის აზიურ და ევროპულ ნაწილს ერთმანეთთან. კომენტარებში დამიწერე ხარ თუ არა ნამყოფი სტამბოლში და თუ არ ხარ, რომელ ლოკაციაზე წახვიდოდი, რაც გაჩვენე იქიდან. ეს არის აია სოფიას მინიატურული მაკეტი და მინიატურულის რა გითხათ, ჩემზე მაღალია, რა ვიცი. და ძალიან კარგად ჩანს ყველა დეტალი, რაც ძალიან მომწონს. ევზოც ძალიან კარგად ჩანს, ანუ აი როგორ არის ბოძები, პატარა ესე ვთქვათ ფანჯრები, კარები და ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ის ყველა ღირსშესანიშნაობა ამ ტერიტორიაზე, რაც მართლა რეალურად არის სტამბოლში და ესე ვთქვათ მარტივად გადაურბინოთ ყველაფერს, მაგრამ ეს ჩვენთვის იქნება სტარტერი, რომ ესე რაღაცნაირად პატარ-პატარაზე შევეხოთ ყველაფერს და მერე მართლა, ანუ პატარებიდან გადავალთ დიდზე. სტარტერიდან გადავინაცვლოთ მთავარ კერძზე და ეს არის აია სოფიამდე მიმავალი გზა, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი და ცხელია. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ არცი ძალიან კარგი ამინდია და პარალელურად ძალიან საინტერესოა ქუჩაში ის მომენტი, რომ ხალხი აი ასე დადის ტროტუარზე, მაშინ როცა ტრამვაი ზუსტად ჩვენს წინ არის. Yes. My name is Mariam. Nice to meet you. Where are you from? Georgia. Georgia. Yes. Thank you. Let's go to ჩავაცვენ კავას და მესამე აკლიათ კაგრას და აგერ დავდგები. You have here renting space, yeah, for one lady. Yes. Wait. შევავსეთ ადგილი. 6 ქალბატონი. You are all from Turkey? No. Where are you from? I'm Indonesian. Yeah, you? Yeah, You too. Indonesian. Where are you from, girls? They from Uzbekistan. And one is Turkish. I tell you, Europa acorda da შენი რა ვიცი აზიელები აქ არიან. Thank you. Thank you so much. Have a great day. You too. Bye bye girls. Opa, გავაგზავნეთ გზა და ვნახოთ რამდენ ხანში მივალთ ჩვენს დანიშნულების წერტილამდე. ყველგან მჩერდები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება და რა ვქნა არ შევიძლია სხვანაირად რა. აი ახლა მალე მივალთ უკვე აია სოფიამდე. მოვედით აია სოფიასთან, ეს არის სტამბოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნაწილი და როგორც ვთქვით, არის შემორჩენილი ფრესკები და ის ღირსშესანიშნაობა, რის გამოც ყოველწლიურად და ყოველსეზონურად სტამბოლს აი ამდენი ტურისტი ყავს და ჩვენც ვიქნებით ერთ-ერთი მათგანი და ვნახავთ შეგნით რა იქნება საინტერესო, მაგრამ რა თქმა უნდა მე იქ არ ვაპირებ არც რაიმე ჩელენჯის გაკეთებას, არც რაიმე სახალისოს, იმიტომ რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ ადგილას შევდივართ, რაც უბრალოდ ძალიან საინტერესოა და ძალიან მისტიური და მნიშვნელოვანი. წავედით. აქვე გამომყევებთ YouTube-ზე, გამოიწერეთ Travelistas Instagram-ი და დაგვიწერეთ კომენტარებში, სად გავაფრინოთ შემდეგში. ახლა კი წავედით აია სოფიაში.
ხალხო, ეს Aia Sophias შესასვლელის რიგი არ გეგონოთ. ეს თლად უარესი. ბილეთების შეძენის რიგია. ანუ ეს ყველა რიგს ელოდება. აქედან არის შესასვლელი, მაგრამ მე თუ დავდექი აი იმ რიგში, სხვა აქტივობებს ვეღარ მოვასწრებ და ვეღარ გაჩვენებთ იმ დანარჩენს, რაც წერია ფურცელზე. ჩემი აზრით უფრო გონივრული იქნება, რომ უბრალოდ ახლა აქედან წავიდე. ბილეთის ფასებსაც აქვე გეტყვით, ვინც დაინტერესებით, 25 евро ღირს ადგილზე შეძენით, ოღონდ რიგში უნდა ჩადგეთ და თუ გეზარებათ აი ამ ხელა რიგში დგომა, ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ ამ შემთხვევაში ბილეთი, რომლის ფასიც არის 50 евро. მე არ შემიძენია ონლაინ, ამიტომაც ახლა გავდივარ აქედან. წავედით. მაგრამ ერთ-ორ სიტყვას მაინც გეტყვით აქაურობაზე, რომ სადმე გამოვიყენო სკოლაში ნასწავლი ისტორია. მე-15 საუკუნემდე Aia Sophia იყო ყველაზე დიდი ბიზანტიურ მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში, თუმცა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ თურქებმა მეჩეთად გადააკეთეს. მას სახელი შეუნარჩუნდა, თუმცა ქრისტიანული ფრესკები თიხით დაფარეს და ეკლესიას მიუშენეს ისლამური არქიტექტურის ელემენტები. გული მწყდება ამ ეკლესიის ისტორიაზე და ასევე იმაზე, რომ აი ახლა აქ შესვლა ღირს 25 евро. წარმოიდგინეთ, სამებაში შესვლა რომ 25 евро ღირდეს. აი რაღაცნაირად ძალიან ცუდი განცდა მექნებოდა, იმიტომ რომ შეუფასებელია ის ღირსშესანიშნაობა, რაც შიგნით არის პირობითაც და არ უნდა იყიდებოდეს, უნდა იყოს შეუფასებელი. ბაზილიკა ცისტერნი, მოკლედ, აქ როგორც წავიკითხე რეალურად, ეს არის ბაზილიკური ცისტერნები, სადაც იყო ძალიან ბევრი წყალი და ეს წყალი მიეწოდებოდა მოსახლეობას მთლიანად. ანუ ბაზილიკას ცისტერნები, ამიტომაც ქვია ეს და მე-6 საუკუნის დროინდელი თქვენ წარმოიდგინეთ. ეს ადგილი თრეველი სტაციაში შედის და ძალიან მიხარია, ამიტომ რომ ძალიანაც მაინტერესებს აქ მისვლა და დათვალიერება. ვიდივართ მეორე ლოკაციაზე და აქაც ძალიან დიდი რიგია, მაგრამ ბილეთები ამ შემთხვევაში ონლაინ წინასწარ მქონდა შეძენილი და ნახეთ რა ხდება და ჩვენ გავდივართ ურიგოდ, იმიტომ რომ ონლაინ მქონდა ბევრად იაფად თან შეძენილი. თუ გაინტერესებს როგორ და რანაირად, გამოვყევი Instagram-დან და TikTok-დან, იმიტომ რომ იქ დავდება აი ამაზე დეტალურ ინფორმაციას. მოვედით ბაზილიკას ცისტერნებზე, სადაც ძალიან ლამაზი სანახაობა დაგხვდება. ფოტოებში და ვიდეოებში აი ასეთი ლამაზი ჩანდა და ნახოთ რეალურად როგორია. ეს ის არის რაც გამოვიწერე, მართლა ის ჩამოვიდა. ზუსტად ესეთი იყო ფოტოებში და ვიდეოებში და მოდი ახლოს მივიდეთ. და აი ასე გამოიყურება ყველაფერი ჩემს უკან, მე მგონი კარგად ჩანს, ანუ როგორი ლამაზია და როგორი მისტიურია ეს ადგილი და თქვენც კარგად გაჩვენებთ ახლა. ეს ქვებიც არის ცოტა ნამიანი, სველია რა. თუ სტამბოლში მოხვდებით, აი აქ აუცილებლად მოხვიდეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან ლამაზი ის ყველაფერი, რასაც მე ახლა ვხედავ. განათებული მედუზებიც აკმოფილა, ოღონდ რა შუაშია ამ ადგილთან ამას ჯერ ვერ ხვდები. ყველა ფოტოს და ვიდეოს იღებს, ესეთი ამბავია, რომ ანუ ძალიან ლამაზია მართლა აქაურობა. მე ერთი ყველაზე მეტად ვიხარი, რომ სიგრილეა, ამიტომ რომ ძალიან ცხელა ზემოთ სტამბოლში, ძალიან და აი აქ მართლა გემრიელი სიგრილეა რა. ისუნთქება. ნელ-ნელა ჩვენი გასვლის დრო, ამიტომ რომ დავათვალიერეთ ის ყველაფერი რაც აქ იყო და ვნახოთ რა იქნება შემდეგი ლოკაცია. წავედით. სანამ შემდეგ ლოკაციამდე მივალ, აქვე გეტყვი, რომ Travelistas გათამაშების ვიდეო უკვე ატვირთულია Instagram-ზე და აუცილებლად შედი და ნახე ვიდეო და მიიღე მონაწილეობა ამ გათამაშებაში, რადგან შეიძლება რომ სწორედად შენ იყო ის იღბლიანი ადამიანი, ვინც სტამბოლში უფასოდ დაისვენებს Travelistas-გან. ხო ძალიან მაგარია. ხო და ვიდეოს ყურების მერე არ დაგავიწყდეს Instagram-ზე შესვლა და აი ამ ვიდეოს ნახვა. ახლა კი გავაგრძელეთ შემდეგი ლოკაციით. Galata Tower. ესე იგი, როგორც აქ წერია, ადრე ერთ-ერთმა ინჟინერმა სცადა Galata Tower-იდან გადმოხტომა იმისით, რომ ფრენა ესწავლა და თურმე გამოუვიდა და ერთ-ერთი ყოფილა მსოფლიოში პირველებიდან, რომელმაც ფრენა სცადა. მეც ხوار გადმოხტა იქიდან. მივდივართ Galata Tower-ისკენ, მაგრამ მანამდე დაგათვალიერებინეთ ულამაზეს ქუჩებს. ძალიან მომეწონა მიმდებარე ტერიტორიები და ეს საქანელა, რომელიც ესე ლამაზია. და აქვე ძალიან დიდი რიგი დადგა, როგორც კი ამ საქანელზე მოვედი. გოგონების რიგი. სტამბოლში ყველაზე გავრცელებული და ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი არის აი ესეთი მინი სკუტერი. ჩემთვის მენი არ არის, ჩემთვის იდეა, მაგრამ კაი. და ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. ცისფერი ყვარებია შემსავით და ოღონდ ეს ცოტა სხვა ფერებითაც არის და მე მთლიანად ცისფერი ფერი მწყობს. Galata Tower-ამდე მისასვლელი გზა ძალიან ლამაზი იყო, თუმცა ყველამ ვიცით, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და ამ შემთხვევაში ეს მსხვერპლი დიდი და გრძელი აღმართი აღმოჩნდა. არ მეგონა, დორიძის აღმართის მერე რამე თუ მომიღებდა ბოლოს. ძალიან დიდი გზა გავიარეთ აღმართით და თან როგორი აღმართით. მე მგონი მოვახდეთ კიდევაც ამ ტერიტორიამდე. Surprise! ამდენი სიარულის მერე დამხვდა ჩინეთის კედლის სიგრძე რიგი, რომელიც 15 წუთი გაიწელა. ბილეთში გადავიხადე 1320 ლირა, რაც დაახლოებით ლარებში უნდა იყოს წესით 150 ლარამდე. იმედი მაქვს ახლოს ვარ, არ ვიცი. ნუ ჩემი მათემატიკით როგორც ჩანს ლიფტით მოგვიწევს სიარული და არაფერით, რაც ძალიან გამიხარდა და ნახოთ როგორი ხელები დაგხვდება ზემოდან.
ესეთი მეც მინდა სახში რა კარგად ჩანს ესეთი რას აკეთებს? ძალიან მაგარია. ტურისტულად წამოვედი და სასვენებლად და მაინტერესებს რავი, როგორ მოგწონთ საქართველო? კერძა, თურქეთი, სტამბოლი. მოგწონს, რა ვიცი. ძალიან ლამაზი ქალაქი. რომელ ადგილს მერჩევდით კიდევ აი რომ ენახა მაგალითად? ჩვენ გუშინ ჩამოვედით და ფაქტურად დღეს დავიწყოთ. აჰა, მადლობა და აბა ბედნიერი მოგზაურობა ქართველებს. ნახვამდის. ძალიან გამიხარდა ქართული ხმის გაგონება, იმიტომ რომ დიდი ხანი აღარ გამიგია და მომენატრა რა. ახლა კეთროა რომ ავიდეთ მაღლა, აი ასეთი კიბით, გადავიხედოთ და ნახოთ რა დაგხვდება. იდეაში ამ პატარა ფანჯრებიდან უკვე ჩანს საოცარი ხედი და ძალიან მაინტერესებს რეალურად ახლა ნამდვილად რო გადავიხედებით როგორი ხედი იქნება. აივანზე გასვლამდე დამხვდა სტამბოლის მაკეტი. მაკეტები იქით იყოს და ახლა გავიხედოთ გარეთ. ვაუ, რა ლამაზია. დედაჩემს აქედან ხედავ. და წარმოგიდგენთ სტამბოლის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ხედებს. ოღონდაც არ ვიცი რისი ათვლის წერტილიდან. ახლა ესეთი რაღაც უნდა გავაკეთო, მე აქ წამოვიღე. საქართველოს დროშა, რომელიც უნდა გავფინო აუცილებლად გალთა თაუერიდან. ასე გამოიყურება. საქართველოს გაუმარჯოს. საქართველოს დროშაც გავფინეთ სტამბოლიდან, აი ასე ულამაზეს ხედზე. What? Ah, okay, so. Ben olacağım. ესეც ამამაღებენას, იმიტომ რომ მოკლედ ძალიან მიჭირს ყოველ ქვეყანაში დასების დაცვა და ისიც არაფერს არ როგორ რეალურად რა. უბრალოდ ანუ გადაღებები და ადეკვატურად, მაგრამ არ შეიძლება. ერთი იმას დავამატებ, რომ თუ გაქვს სიმაღლის შიში, ანუ არ შეგეშინდეს აქ, იმიტომ რომ მაქსიმალურად არის დაცული ყველაფერი, ანუ აქ არ ჩანს, მაგრამ არის ასეთი ბადე, რომელიც ყველას იცავს. და კი, თუ სტამბოლში მოხვდები, გალთა თაუერზე აუცილებლად უნდა მოხვიდე, იმიტომ რომ საოცარ ხედებს ნახავ და ძალიან ბევრ საინტერესო ადგილსაც აღმოაჩენ. ახლა მითხეს, რომ ჩასასვლელი ლიფტით არ არის, შესასვლელი არის კიბეებით და მოკლედ ამდენი გზა უნდა გავიარო კიბეებით და ამდენი კამერით ხელში. ახლა გამახსენდა რომ წინაზე მითხარით რომ ცოტა ნელა მესაუბრა, ამიტომ გთავაზობთ შენელებული კადრით საუბარს. შენობაში სხვადასხვა სართულზე განთავსებულია ძველი ექსპონატები, რომლებმაც დიდად ვერ მიიქციეს ჩემი ყურადღება და გავაგრძელე გზა. კიბეები უფრო ვიწროვდება და ასე თავდახრილი ჩამოვდივარ, იმიტომ რომ მეც კი ვერ ვეტევი თქვენ წარმოიდგინეთ. მე მგონი მოვადექით გამოსასვლელს და გამოვდივართ გალთა თაუერიდან, როგორც იქნა, გამოვახციეთ ქვევით. ეგ არის. მოვარჩით გალთა თაუერის დათვალიერებას და გადავინაცვლებთ შემდეგ ლოკაციაზე. და აქვე გეტყვით რომ ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზი ჩანს ამ ხედებიდან სტამბოლი. ქართული მუსიკა. Nina, oh. You know this Georgian song? Qalsnapoti ჩამოგო და ავის ჩამო ნათალი. ავიკვიეთე. აბა ნახოთ სხვა ინსტრუმენტები. ნახე რა საყვარელია. აური. რუსები გადაიწია всё. გამყიდველი. აი, საერთოდ ჩემი ხედვარი არ ვიცი სად არის. აი ეს სან მაინტერესებს. This is very good. Yeah. How much they cost? This 7,000. Yeah. 9,000. 15,000. So this is the best one. No, that's one here. 20,000 lira. Can I just hear the sound? How it sounds? Yeah. Which one? First of all, this one. Wow. I like color. Like this cheap Okay. and good. Abba, let's see. It's not touch. How? Like Yeah. this soft. Okay. Okay. Yes. ეს იყო სულიერი სიმშვიდის პატარა რიტუალი ჩემს YouTube-ის ვიდეოში. სტამბოლის ევროპულ ნაწილს ძალიან ეტყობა, რომ ევროპულია. თვითონ ხალხსაც კი ეტყობათ, იმიტომ რომ იღიმიან, იცინიან, გაძლევენ უფლებას, რომ ინსტრუმენტების მაღაზიაში დაგაკვრევინონ ამ ინსტრუმენტს ჩვეულებრივ და მოკლედ ძალიან მოყופილი ვარ რა, იმიტომ რომ ხალხის ამყვა ჩემს პატარა თანცას ვერ დავარქვა, იმიტომ რომ თანცაში თქვა არ მიყვარს. უფრო ალბათ მხიარულებაში რა და გავაგრძელოთ ჩვენი მხიარულება. ამასობაში ჩემში დემონმა გაიხვიძა. ანუ მადამ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჭამის დროა.
მომშვიდად და ტრადიციულად მოვედი საბოეში. უნდა გავსინჯო აქაც აუცილებლად საბოეს მენიუ და ნახოთ რა იქნება და როგორი გემოექნება, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ვსინჯავ ეს ჩვევად მაგ. გავსინჯე დუბაიში, აბუ-დაბიში და შევჭამთ რა თქმა უნდა სტამბოლშიც. Hi. What will be the best with your taste? Like what can you offer me? ნახოთ აბა. მენიუ განსხვავდება როგორც ჩანს. ახლა მიხსნიან. Type of menus. Yeah. Okay, let's make like this. One will be like chicken chest. Okay. Empty chicken chest. Empty chicken chest, yeah. I know Georgia. Good. I love it. Really? Wow, that's so good. Very nice. Because you're from Georgia, actually. Gardabani. Wow. Kartvelits ნახეთ საბოეში. Very good. So, I will trust your taste. ნახოთ აბა რას გაგიკეთებენ. თან საქართველოს მოქალაქე ყოფილა ეს თანამშრომელი და ძალიან გამიხარდა, აი ძალიან. იმიტომ რომ იმედი მაქვს კარგად გააკეთებს რა ხა. ნერწყვომად გაპირზე. როგორია მაინც ქართული ადამიანს რო ესმის ან ქართველი რო ხო საერთოდ სხვა არის და ძალიან მაინტერესებს აი ქართულის ხელი როგორ მოხდება აი აქაურს საბოეს სენდვიჩს რა. ორი სენდვიჩი ავარჩიე. გადავწყვიტე რომ ერთი მიტოვამეყო რომ რაღაცნაირად უფრო თურქულისკენ რაც მიდის ის გამესინჯა და ერთი უფრო ქათმის რაც მიყვარს რეალურად და ვიცი რაც არის. ნახოთ მაინც რა გემოექნება, იმიტომ რომ განსხვავება მაინც იქნება რეალურად. დავიწყოთ ქათმით. აქ არის ტერიაკის ქათმის ნაჭრები, ასევე არის სალათის ფოთოლი, ასევე ჟავეკიტრი, ზეთისხილი, ყველი და დანარჩენი არ ვიცი, რაღაცა სუნელები და ნახოთ როგორ იქნება. აბუ-დაბიში ვჭამე ეს და ზუსტად იგივე გემოაქვს, აი განსხვავება არის 0. ძალიან კარგია, ძალიან მომწონს და საქართველოში თუ დავჭამ აი ამას ზუსტად იგივე გემოაქვს, ძალიან გემრიელია. ხოთა შორის ამ გემოებთან მაქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება საბოეზე რა. ერთ სიტყვა იმას რომ ერთხელ ვოლტიდან უკვეთავდი საბოეს სენდვიჩს და არასწორად შემიკვეთავს. მინდოდა ქათმის სტრიპსები ესე ქვია და შევუკვეთე რაღაც სხვა და ეს რაღაც სხვა გასინჯული არ მქონდა. და იყო აი ეს. ხო და ძალიან იმედ გაცრუებული ვიყავი სანამ ვოლტი მოვიტანდა ამ სენდვიჩს, იმიტომ რომ ანუ რაც გიყვარს, იმაში შევაჯო ხარ ეგ მომენტია რა. ხო და რო გავსინჯე, მივხვდი რომ what? ძალიან გამიხარდა და ეს იმიტომ მოგიყევით რეალურად რომ ხანდახან ცვლილებები ძალიან მაგარია ცხოვრებაში რა. მნიშვნელობა არ აქვს. შემთხვევით ხდება ეს თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ რამე შეცვალოთ ან გაუმჯობესოთ. ახლა გასინჯოთ მეორე სენდვიჩი, ეს არის chief choice, რაც იმას ნიშნავს რომ შევს უნდა ბენდოთ. აუ ძალიან კაია. აი ცხოვრებაში რატომ უნდა მიიღოს სიახლეები რა? ეს პირველად ხო გავსინჯე და ძალიან მომეწონა, აი ძალიან. აი ამას ნიშნავს გემრიელი ჭამა. კაია, ძალიან გემრიელია. მომეტყობა. მოვშიც ჭამას და მზად ვარ იმისთვის რომ ენერგიულად შევუტიოთ და გავაგრძელოთ შემდეგი ლოკაციები. წავედით. ახლა მოვედი ფენერ და ბალატის უბანში, ასე ქვია ლოკაციას და ყველაზე მთავარი რაღაც, რაც ამ ლოკაციას ახასიათებს არის ის, რომ ყველაფერი ძალიან ფერადი და ძალიან დადებითია. მე ასე აღვქვამ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ფერადი ნამდვილად არის, დადებითი მე აღვქვამ. წამოდით ახლა და დავათვალიერებთ აქ წავედით. ეს კამები და მაგიდები გავს ჩემი ბაღის დროინდელ სკამებს და მაგიდებს. ესეთი სკამი და მაგიდები მქონდა ხოლმე ბაღში და შეიძლება ბავშვების იყოს არ ვიცი, მაგრამ ნუ საფეფრერად განდევს მე მგონი. არ არის ბავშვების. მაგრამ ჩემი ზომისთვის კარგია, ჩემი ზომაა ზუსტად, აი. აგრო ესე თამაშდა. ფასებით არ არის სანდო შემინდებით, რაც? ასე აქ ნარდსდებენ ალბათ და თამაშობენ, იმიტომ რომ საკმაოდ გავრცელებული აქვს ნარდი. ყველა რესტორანში და კაფეში მოაქვს, გიდგამენ ნარდს, თუ გინდა ითამაშებ რა. ჩვენ ახლა არც ნარდი გვინდა, არც აქ დავშლომა. გავაგზავნოთ, ვიყავთ უფრო ფერადი ადგილები. აინე ნახეს რა საყვარელია. აუ, ეს ძალიან კაი რაღაცაა. ძალიან ლამაზი არჩევანია, ესეთი მინიატურული ვინილები, სასაჩუქრედაც და თქვენთვისაც და ძალიან იაფია, 35 ლირა არის დაახლოებით, რავი, სადღაც 2.5 ლარი რა, დაახლოებით. ერთი რაღაც, რასაც ძალიან ხშირად ხვდები სტამბოლში არის, აი ეს ავი თვალისგან დამცავი თვალი თვალს ეძახიან. ეს ყველგან არის აბსოლუტურად გამოკრული და ალბათ როგორც ხვდები, ამათი სიმბოლოა, იმიტომ რომ ასეთი სიხშირით არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს მე აი ეს თვალი დეკორაციად. Turkish Airlines-ის ფინანს მოვაგენი ესეთი მინიატურული სპეციალური და ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს და კომენტარებში აუცილებლად დამიწერეთ, სად წავიდე შემდეგში და რა გავაკეთო. აქვე მიმართავს ფეველისტას, რომ შემდეგში ძალიან გამიხარდება თუ ცოტა აზიურ ქვეყნებსაც გავწდებით, იმიტომ რომ ევროპაც ძალიან საინტერესოა და ხალხო თქვენ ზია დამოკიდებული სად წავალ შემდეგში. კომენტარებში იაქტიურეთ ამიტომ. და აქ შეგახსენებთ
Travelistას გათამაშებას, რომელიც აი Instagram-ზე დაანონსეს. ძალიან მაგარი გათამაშება არის და კიდევ ერთხელ შევბრძანდით, ნახეთ, იქნებ თქვენ იყოთ ის ადამიანი, რომელიც მოიგეთ აი ამ გათამაშებას და უფასოდ დაიშვენოთ 4 დღით სტამბოლში, თავის საუკეთესო მეგობართან ან მეუღლესთან ან შეყვარებულ თომისთანაც გინდათ. იმიტომ რომ ორ კაციანი საბრძოლო თამაშდება სტამბოლში 4 დღით. ტარა სტამბოლები, აი ესენი რა არის მაგალითად 1251 ლირა. Ძვირიანია ეს მაღაზია. საბეჭდი აქსესუარი რა. აი 2000-იანი ხო ვარ? კითხება რომ წელს დაიბადეთ ხო? მარიამ, რომელ წელს დაიბადე? ნახოთ აბა კიდევრებია. აი ფეხსაჯურები. ფეხი სამაჯურს ვეძახი ფეხსაჯურებს და ძალიან მიყვარს ხოთაშორის. ვა, ეს რა ლამაზი ქვებია, როგორ მიყვარს ეს ფერი, მოკლედ აი ცუდად ხვდებით ის ფერზე რა. ეს გირს 50 ლირა. ძალიან ლამაზია. მგონი ეპოქსიდია. აი ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ ჩვენ ახლა ამას არ ვიყიდით, იმიტომ რომ თურქეთთან მე ასოციაციას ვერ ვუკეთებ ამ კონკრეტულს. უბრალოდ მომეწონა რა. უფრო გჭირდება რამე ისეთი, რაც გამახსენებს სტამბოლს. ვახშენი. დავვლეცე აქაურობა. ვაი, მე საწავიდა. 200 ლირას ტოვებ მოკლედ აი აქ და ვიღებ აი ასეთ 4 ცალს, დასაჩუქრეთ და სამ ლამაზ სამაჯურს. გაიწიე. ნახე რა ლამაზია, ძალიან მომწონს, ძალიან ესთეტიურია, მაგრამ ეს არ არის დეკორაცია, ეს ნამდვილია, უბრალოდ დაბმულია, დადიშოულებრივად. მაგრამ ვიღაცის არის თავარავად აი ამ ლოკაციაში, რომელსაც სახელად ქვია მუდო. აი რატო ხარ მუდო რა, რა გინდა რა, მუდო. რაღაცა ძალიან ისედაა მხარო მეც ფერადი ვარ დღეს და ეს ქუჩებიც და როგორი რაღაცა მოკლედ აი ეს ფერადი ამბები რა რომ აი კარგ ხასიათად გები ადამიანი მომენტალურად აი ძალიან კაია ძალიან ლამაზი და ძალიან ფერადი აქაურობა ძალიან მომწონს განსაკუთრებით აი ეს კარები რომელიც ვინტაჟური სტილის არის რა არიღება ახლა მოვდივართ ყველაზე ფერად კაფეში ეს ადგილი მომეწონა ძალიან ფოტოებიდან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რეალურადაც ესეც იქნება ვაიმე ეს იცი რომელი ტრენდი უნდა გადაიღო აქ მოლოდინივი ეს რეალობა ზუსტად ეგ არის ველოდები როდის განთავისუფლდება ადგილი ძალიან ბევრი ხალხია ვერ მომუშავეს ტურისტები რა ანუ ესე გამოიყვება ზოგადად ტურისტულ ზონაზე ყოველთვის ფოტოს გადაღება რატომღაც ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ საოცარ ფოტოებს გადავიღებდი აქ Instagram-ისთვის მაგრამ ხო ბარემ აქვე გეტყვის დეტალებს Travelistას გათამაშების შესახებ Travelista ათამაშებს ორ კაციან საგზურს სტამბოლში 4 დღით როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა პირობების საკმაოდ მარტივია უნდა იყო Travelistას და ჩემი გამომწერი Instagram-ზე და ამ ვიდეოს კომენტარებში უნდა დათაგო ადამიანი რომელთანაც წახვიდოდი აი ამ მოგზაურობაში სად გავაფრთხილოთ შემდეგში დაგვიწერეთ აუცილებლად კომენტარებში გავდივართ ფენერ და ბალატის უბნიდან ძალიან მომეწონა და კარგი ადგილია და გირჩევთ რომ აქ აუცილებლად მოხვიდეთ იმიტომ რომ ნამდვილად სანახაობრივია აქაურობა ძალიან ბევრ საკმაოდ გასინჯავთ აქსესუარებსაც შეიძენთ და ასე შემდეგ დატკბებით მოკლედ ქუჩებით ჩვენ ახლა გადავდივართ სხვაგან წავედით გადმოვინაცვლეთ სტამბოლის ერთ-ერთ ულამაზეს rooftop რესტორანში, ტერასა რესტორანში, სადაც დაგვხვდა აი ასეთი ლამაზი გამოსახულება ციფრული სტამბოლის ხედებით და ზემოთ კომოთ არის არკეები, კამერასაც ვხედავ, სალამი. დაგვხვდა ესეთი კიდი, რომელიც ახლა მიგვიყვანს ჩვენს ადგილამდე. წავედით ტერასაზე, იმიტომ რომ სიმაღლეები ძალიან მიყვარს, ხედები ძალიან მიყვარს და ნახოთ აბა როგორი ხედი დაგვხვდება. ღამის ხედი ამჯერად სტამბოლის და რამხელა კიბებია. ვა, მაგრამ ნახე რა ლამაზია. აქედანაც ჩანს გაალთა თავარი, რაც დღეს გაჩვენეთ. შეხედა? Have you ever been in Georgia? Not yet, but the nanny who raised my kids is from Georgia. Really? Is from Tbilisi, Nana. Nana. I don't know if she will see. Her name is Nana and we love her so much, but he's not the nanny, he's like the big sister of the house. Family member. She was like this, she was like that, and she's still like that. She still visits us. ეს გვაჩუქეს, ანუ ამას არ ველოდი იდეაში რა. მჟავეა, ძალიან კაია და მჟავეა. ცოცხალია, like it's a super fresh taste also. ესაც კაია ძალიან.
ჩვენი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა და თუ ჯერ კიდევ არ მომყვებ YouTube-ზე, აი ეს subscribe ხილვა კი დაბლა რო არის, გთხოვ რომ მაგას დააჭიროთ და გამოვყვე, იმიტომ რომ ჩვენთვის იქნება ძალიან დიდი мотиваცია. აქ ვამდე უღრუს მადლობა გადავხადოთ Travel-ისტას, რომელიც გვერდში მიდგას, რომ თქვენთვის საოცარი კონტენტი გავაკეთო და აქვე გეტყვით რომ თქვენთვისაც უმაგრესი რაღაც გააკეთა, როგორც უკვე ვიდეოში ვახსენე, ეს არის გათამაშება სტამბოლში 4 დღით 2 ადამიანზე და თუ პირობები ჯერ კიდევ არ იცი და გაინტერესებს, აი აქ შედი Instagram გვერდზე, იმიტომ რომ სრულად ამოვწურა ინფორმაციას მიიღებ, როდის გათამაშდება და რა იქნება მოკლედ რა. ჩემს ახალს თუ გამოიწერთ, ძალიან გამიხარდება. აქვე დამიწერეთ კომენტარებში საწავით და შემდეგში და რა გავაკეთო. მე ახლა აი ამ მოკვტერის დალევას დავასრულებ და თქვენ დატკბით შაშლილი კადრებით. ნახვამდის, всё, გაჩი, პაკა. მოვედით აია სოფიასთან, ეს არის ფუშენი, მიდე. აქვე არ დაგვაუწყდეს, უნიშნულოვანესი ფუშენი. როგორც აღმოჩნდა, პირველ ნაწილში ჩაათვლია თავიდან. ემინონურზე ხო ვიყა, ჩვენი ბრალია, მაგრამ არა. არა მინდა მიკროს თავში. დააბრუნოთ უკან, აზრი არა აქვს. თავიდან